ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებმა კორნელი კეკელიძისა და ილია აბულაძის სახელობის 6-თვიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად მოკლე სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარადგინონ. მსურველებმა ერთი თვის ვადაში ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. სტიპენდიის მოპოვება ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია. კონკურსის მიზანი სამეცნიერო კვლევითი მუშაობის წახალისებაა. ჩვენ ყოველწლიურად გვყავს 4 სტიპენდიანტი, რადგან სტიპენდია გაიცემა 6 თვის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტიპენდიის პროგრამა იყოს არა მხოლოდ დედაქალაქში კონცენტრირებული უმაღლესი სასწავლებლებისათვის და აქ მოსწავლე სტუდენტებისათვის, არამედ რეგიონებიც ჩართული იყოს ამაში. ამიტომ დოკუმენტაციის მიღება წარმოებს ელექტრონულად. კორნელი კეკელიძის სტიპენდია მივიღე 2010 წელს, როდესაც ახალი დაწესებული იყო ეს სტიპენდიის პროგრამა და მე ვიყავი პირველი სტიპენდიანტი ამ სტიპენდიის. თანხა თავისთავად დიდი არ არის, მაგრამ ეს კარგი სტიმული იყო ჩემთვის და ერთი წლის შემდეგ უკვე აქ თანამშრომელიც გავხდი.